კაცობრიობის არსებობის პერიოდში თუ კი ღმერთი ერთს რაიმე განსაკუთრებულ მისიას დააკისრებდა, განსაკუთრებულ პიროვნებასაც უგზავნიდა, რომ ეს მისია ერთს შეესრულებინა. ასეთებს ძალიან ბევრს ხვდებით ბიბლიაში, როგორც არის ბიბლიური დავითი, მოსე და ასეთები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაშიც მრავლად არიან და აქედან ამ პიროვნებებიდან განსაკუთრებულად უნდა გამოარჩიოთ წმინდა დავით მეფე, დავით მეოთხე აღმაშენებელი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და დანაწევრებული, დაქუცმაცებული ქვეყანა შეძლო და რამოდენიმე წელში ისე გააერთიანა, რომ ამ ერთობით დღემდე მოვდივართ. და ღვთის შეწევნით ჩვენ მოგვიწია 900 წლის იუბილის აღნიშვნას, განსაკუთრებული თარიღი არის, რა თქმა უნდა, და შევეცადეთ ჩვენს როგორც შეგვეძლო განსაკუთრებულად აგვეღნიშნა წმინდა დავით მეფის ეპოქიდან, ოქროს ხანის ეპოქიდან 900 წლის თავი და სხვადასხვა ღონისძიებები დავგეგმეთ, იყო მსვლელობა ტრანსპორტით, ავტობუსით, რომელიც იყო სპეციალურად მოწყობილი ამ სადღესასწაულოდ, ასევე ავტოკოლონა, რომელმაც შემოიარა მცხეთა თბილისი. შევავკეთ წმინდა დავით აღმაშენებლის ძეგლი, აღმაშენებლის ხეივანში და აღმაშენებლის გამზირიდან მსვლელობა მოეწყო ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და შემდგომ უკვე ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღევლინა. მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად მოგვივლინა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული პიროვნება, წმინდა დავით მეფე აღმაშენებელი და მადლობა ღმერთს, რომ შევძელით და განსაკუთრებულად აღვნიშნეთ 900 წელი ოქროს ხანის დასაწყისიდან. დიდებული მეფეა, დიდებული წმინდანი და მისი წარსულის გამოცდილება თუ დღეს ჩვენ არ გავაცოცხლეთ ახალგაზრდებმა და დღევანდელი საქართველოს ახალგაზრდა თაობამ თუ პრაქტიკულად არ გამოიყენა დიდი მეფის, უდიდესი წმინდანის ცოდნა და გამოცდილება, მაშინ ჩვენ დავით აღმაშენებლის ანდერძს და მის დიდებულ სურვილს ერთიანი და ძლიერი საქართველოს შესახებ ვერ შევასრულებთ. ამ დღემ ყველაზე მეტად გული იცით კიდევ რატომ გამითბო? ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო მსვლელობაში. ძალიან ბევრი გულანთებული ახალგაზრდა დავინახე. ყველა ადამიანი ხო ცალკე სამყაროა და როცა უყურებდი ამდენ ახალგაზრდას, ამდენ გულანთებულ გულწრფელ სამყაროს, რომლებიც დავითის გზაზე მიაბიჯებდნენ, ძალიან დიდი იმედი მომეცა და დიდი სიხარულით აღვივსე. ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებულად უნდა აგვეღნიშნა ეს 900 წლის თავი და შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, ვინაიდან თავარი ღონისძიება, მსახურება, წირვა და პარაკლისი და მსვლელობის დასრულებაც სამების საკათედრო ტაძარში უნდა მომხდარიყო. დაგვევალა ჩვენ, დაევალა ახალგაზრდულ მოძრაობა დავითიანს, ბატონ კოტეს ვანაძეს, რომელიც ამ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის გაწევრიანებული და უამრავი ადამიანი ახალგაზრდები ჩაერთნენ ამ ღონისძიების დაგეგმვაში და ყველა ვნახეთ, რომ ორგანიზებითაც, რაღაცა ერთობითაც მართლაც განსაკუთრებული დღე გამოვიდა და მადლობა ღმერთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ორგანიზებაში მიიღო, ამის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. უმძიმესი 36 წლიანი პერიოდი განვლო ჩვენმა დიდმა მეფემ. ამ 36 წლის განმავლობაში შექმნა ისტორია, რომელიც ოქროს ასოებით შევიდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
საქართველოს ისტორიაში მეფემ რომელსაც შექმნა ეპოქა იშვიათად მოიძებნება. ჩვენი სახელი დავითიანი სწორედ მის ღირებულებებს, მის ფასეულობებს ატარებს და ახალგაზრდებთან მუშაობით უკვე ამ 18 წელს განმავლობაში ვცდილობთ, რომ ეს ჩვენ ცხოვრებაში იყოს გააზრებული და ეს ფასეულობები იყოს გამტკიცებული. მეფე დავითმა ბევრი რამ შექმნა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ხვედრი, რაც მას ერგო, საკმაოდ რთული იყო. 16 წლის ასაკში ჩაიბარო ქვეყანა, როდესაც ქვეყნისგან თითქმის არაფერია დარჩენილი. და 36 წლის განმავლობაში გააერთიანო და დიდებულქნა ქვეყანა, რომელიც არა მარტო მის სამეზობლოში, არამედ სოფლიო დონეზეც უმნიშვნელოვანეს წარმატებად იქნა მიღწეული, ესეთი მოვლენა იშვიათესია. ჩვენ გვერგო პატევი ახალგაზრდულ ორგანიზაცია დავითიანს, რომ დაგვეგეგმა რიგი ღონისძიებები ამ დღესთან დაკავშირებით. სიმბოლურია, რომ ამ დღეს მოხდა აღმაშენებლის გამზირის და აღმაშენებლის ხეივნის ქუჩების კურთხევა. ჩვენი ძვირფასი სასულიერო პირების დახმარებით და ჩართულობით მცხეთიდან მოხდა ქალაქ თბილისში შემოსვლა. ამ დღესთან დაკავშირებით ასევე სპეციალურად დამზადდა სამეფო გვირგვინი, რომელიც მივაბრძანეთ დავით აღმაშენებლის ძეგლთან და მივაგეთ პატივი მის ხსენებას. მთავარი კულმინაცია აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით იყო ლოცვითი მსვლელობის დაგეგმა. მსვლელობის პერიოდში ბევრი ახალგაზრდა, ბევრი სასულიერო პირი, რიგითი ადამიანები და მრევლის წევრები იყვნენ ჩართული. ლოცვითი მსვლელობის მთავარი დანიშნულებაც ის არის, რომ ერთობით ჩვენ შევკრებილი ყავით და მივსულიყავით ღვთის ტაძრამდე და სიმბოლურად ეს გზა თავისთავად იმასაც ასახავს, როგორ შეიძლება ერთობით და რწმენით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება წმინდა დავით მეფისადმი, რომელმაც დაგვიტოვა ერთიანი საქართველო და რომელიც არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა, რომ მისი დანატოვარი, მისი იმედი საქართველოს გაბწყინებისა აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაიღუპება. დარწმუნებული ვარ დავითის გამოცდილებას აწმყოში გადმოვიტანთ და ჩვენი ახალგაზრდები საკუთარი ცოდნით, საკუთარი გულწრფელობით, ქრისტესთან ურთიერთობით, შრომით შექმნიან ისეთ საქართველოს, რომელიც საქართველოს შექმნაც ჩვენი დიდებული მეფის ოცნება იყო. ჩვენ მსვლელობის დროს დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შევამკრით და ეს გვირგვინი სინამდვილეში ალბათ სიმბოლოა საქართველოს ერთიანობის. დავითი ხომ ერთიანი საქართველოს მეფე იყო. და მე ვისურვებდი, რომ აი ეს გვირგვინი, რომელიც დღეს დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძეგლთან დავაბრძანეთ და შემდგომ გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავთან დაბრძანდა, მოვა დრო და აფხაზეთშიც დავაბრძანებთ. მოვა დრო ცხინვალშიც დავაბრძანებთ. მოვა დრო, რომ დავითის სიმბოლურად დავითის გვირგვინის ქვეშ კვლავ გამთლიანდება ტერიტორიულად საქართველო. გულწრფელად უნდა ითქვას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას წინ სულიერი მთლიანობა უნდა უძღოდეს. დავითმა ეს იცოდა. ამიტომაც მან ერის სულიერი განწმენდა დაისახა მიზნად
და თავის თანამოქალაქეებს, თავის თანამებრძოლებს ქრისტესთან ურთიერთობას ასწავლიდა. ამიტომ არის ეს კაცი დიდი წმინდანი. ის არ იყო მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწე, როგორც ასეთი. ის იყო გულწრფელი წინამძღვარი ქრისტესკენ მიმავალ გზაზე ქართულ ერისს. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყოვლადუსამგდელო ესნო, მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებას, მისი გარდაცვალებიდან 900 წლის თავს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. როდესაც მემატიანე საუბრობს დავით აღმაშენებელზე და მისი მეფობის დასაწყისზე ესეთ საოცარ სიტყვებს ამბობს, რომ ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად ზემან მან ზემან ყოველთა მეფობათამან დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა. როგორც იცით, მეფე დავითმა სრულიად ახალგაზრდამ ჩაიბარა ქვეყანა იავარქმნილი, დაბეჭავებული მტრებისგან. იმჟამად ამ ალბედითობის გამო მოსახლეობის უმეტესობა გახიზნული იყო მთებში და ტყეებში. და აი ახალგაზრდა მეფემ ნელ-ნელა თანდათანობით თავისი გონივრული სამართლიანი მართლობით შეუპოვრობით ქვეყანა ფეხზე დააყენა, გააერთიანა და ძლევამოსილ ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ესეთი დღესასწაულები სხვანაირ ელფერს აძლევს ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების ცხოვრებას. აი ზუსტად ესეთ დღეებში ხდება ერთსულოვნების გამოხატვა და გააზრება იმისა, თუ რა ისტორიის მატარებლები ვართ ჩვენ და რამხელა დიდი წინაპრები ყავს. და ეს ეპოქა ზუსტად დავით მეფემ შეგვიქმნა. ამის საპატივცემულოდ ცოლობა დასრულდა სამების ტაძარში, სადაც გადახდილი იქნა სამავლობილო პარაკლისი წმინდა სინოდის წევრების მიერ, მოხდა დალოცვა ყველა მონაწილის. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებებში მონაწილეობას ხვდებოდნენ ჯოხასალთა საზოგადოება, სხვადასხვა ორგანიზაციები, ხვიდოლის აკადემია, რომლებმაც გაალამაზეს კიდევ ერთხელ ეს დღე. და სიმბოლურია ისიც, რომ დღის ბოლოს ახალგაზრდებმა, დავითიანის წევრმა ახალგაზრდებმა 900 სანთლით გამოსახეს ჯვარი და ამით დააგვირგვინეს დღე, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. წლიდან წლამდე დავითიანის მიმართ ახალგაზრდების ინტერესები იზრდება და ეს ძალიან გვახარებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გარემო, რასაც დავითიანი ქმნის ახალგაზრდებისთვის, იყოს თბილი კერა, მათთვის მეორე ოჯახი, მისაღების სივრცე
სწორედ აი ამ სივრციდან, ამ სიტყვიდან გამომდინარე, ჩვენთან ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობა ძალიან დიდია. და ინტერესით სწორედ ამას ემსახურება მათი ზრდის ჩვენდამი. ახალგაზრდებს, რომელსაც აქვს სურვილი, მოხალისეობრივად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომელიც დავითიანის ეგიდით იმართება, მინდა მათ მოუწოდო, რომ ჩვენი კარი არის ღია და ყველას შეუძლია გვესტუმროს ჩვენ ვიმყოფებით სამების სივრცეში, სამების ლავრის ტერიტორიაზე, აქ გვაქვს არაფორმალური განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან როგორც ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ისტორიას, გადიან რელიგიების ისტორიის სწავლებას, ასევე ეძლებათ საშუალება, რომ ჩაერთონ სწორედ ისეთი დღესასწაულების აღნიშვნაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია. მათ შორის იქნება 100.000 მოწამის ხსენების დღე, იქნება ოჯახის დღე, იქნება საეკლესიო დღესასწაულები და ასეთი მოვლენა, როგორც წელს შედგა 900 წლის იუბილის აღნიშვნა წმინდა დავითის ხმებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში აქტიურად იყვნენ ახალგაზრდები ჩართული და სწორედ ამას უწყობს დავითიანი ხელს. მადლობა პატრიარქს ამ შესაძლებლობის მოცემისათვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და დაგვიდგება მომავალში. გარკვეულწილად ალბათ ღვთის დაშვებით და პატრიარქის კურთხევით სიმბოლურიც არის, რომ წმინდა დავით მეფის ამ დიდებული დღესასწაულის აღნიშვნის მთავარი ორგანიზატორი დავითიანის ახალგაზრდული ორგანიზაცია. მადლობა უწფელად დავითიანის ყველა თანამშრომელს, ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც დავითიანს აფასებს და დავითიანში იზრდება იმ სულიერ ღირებულებებზე, რომელიც სულიერ ღირებულებებიც დავით აღმაშენებლის ეპოქასთან უფრო მეტად გვაახლოვებს და მომავლის იმედს ვიყალიბებს. დარწმუნებული ვარ, ერთი მთლიანი დავითიანი აუცილებლად შეცვლის საქართველოს ისტორიას დადებითი მომავლისაკენ. მადლობა ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც კამერებს მიღმა მუშაობდა ამ დიდებული დღის ისტორიის შესანახად. ვინც ახლა აქ სხედან მეგობრებო და თქვენ ვერ ხედავთ ძვირფასო მაყურებლებო. ორი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს იყო მოვლენა, რომელმაც გააერთიანა ერი და ბერი ახალგაზრდები და ჩვენი ქვეყნის ისტორია ერთობლივად ყველამ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, მივაგეთ პატივი ჩვენს წმინდა მეფეს, რომელმაც დააშენა თითოეულ ჩვენთაგანის გულში ის ფასეულობები, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა და ამ ერთობისათვის და ამ სიყვარულისათვის ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ მაძლიერებას გამოვხატავთ ჩვენი მეფის მიმართ და თუ მოგვეცემა საშუალება ამას, რა თქმა უნდა, ყოველწლიურ ტრადიციულ სახესაც მივცემთ.